საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, ჩვენი გაკვეთილის თემაა ელექტროლიტური დისოციაციის თეორია. ელექტროლიტების დაშლას იონებად წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის ავტორია შვედი მეცნიერი სვანტე არენიუსი. ამ თეორიის დებულებებია: ელექტროლიტები წყალში გახსნისას ან გალღობისას იშლებიან დადებით და უარყოფით იონებად, ამ იონების მუხტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია, ამიტომ ხსნარი ელექტრონეიტრალურია. ელექტროლიტთა ხსნარში ელექტრული დენის გატარებისას იონები იწყებენ მოწესრიგებულ მოძრაობას. დადებითად დამუხტული იონები, კატიონები, იწყებენ მოძრაობას უარყოფითი ელექტროდის კათოდისაკენ, ხოლო უარყოფითად დამუხტული იონები, ანიონები, იწყებენ მიმართულ მოძრაობას დადებითი ელექტროდის ანოდისაკენ და ხდება ელექტროდებზე ამ იონების განმუხტვა. ელექტროლიტური დისოციაცია შექცევადი პროცესია. მიმდინარეობს არა მარტო იონებად დაშლა, არამედ იონების შეკავშირება, ასოციაციის პროცესი. ელექტროლიტური დისოციაცია გამოისახება შემდეგი ტოლობით. ზოგადად AB ელექტროლიტისათვის მისი დისოციაციის შედეგად წარმოიქმნება A-ს დადებითი და B-ს უარყოფითი იონი, მაგრამ ამავე დროს მიმდინარეობს შებრუნებული პროცესი, იონების შეკავშირება, ასოციაციის პროცესი, ამიტომ დისოციაციას გამოსახავენ შექცევადი ისრებით. განვიხილოთ ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი. თუ წყალში მოვათავსებთ რომელიმე იონურ ნაერთს, მაგალითად სუფრის მარილს, სუფრის მარილში ნატრიუმისა და ქლორის იონები მიიზიდავენ წყლის მოლეკულებს. დისოციაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის მოლეკულის აღნაგობას. წყლის მოლეკულა შედგება წყალბადისა და ჟანგბადის ატომისაგან. ჟანგბადთან დაკავშირებულია წყალბადის ატომები გარკვეული კუთხით. კუთხე არის 104.5 გრადუსი და ბმა წყალბადსა და ჟანგბადს შორის პოლარულია. ღრუბლის სიმკვრივე გადახრილია ჟანგბადისკენ. ამიტომ ჟანგბადი ღებულობს ნაწილობრივ უარყოფით მუხტს, წყალბადები ღებულობს ნაწილობრივ დადებით მუხტს. ანუ წყლის მოლეკულის ერთი მხარე, წყალბადების მხარე დამუხტულია დადებითად, მეორე მხარე უარყოფითად. ამრიგად წყლის მოლეკულა კუთხური აღნაგობისა და ბმის პოლარობის გამო წარმოადგენს დიპოლს და ეს დიპოლი ჩვენ შეგვიძლია სქემატურად ასე გამოვსახოთ. მას სუფრის მარილის წყალში მოთავსებისას წყლის დიპოლებს მიიზიდავს სუფრის მარილში არსებული ნატრიუმისა და ქლორის იონები. ქლორის იონები მიიზიდავს დიპოლებს დადებითი პოლუსით, ნატრიუმის იონები მიიზიდავს დიპოლებს უარყოფითი პოლუსით. იონდიპოლური მიზიდვის ძალებით ხდება იონებისა და წყლის დიპოლების შეკავშირება, წარმოიქმნება ჰიდრატირებული იონები და ხსნარში გადავა წყლის მოლეკულებთან დაკავშირებული იონები, ანუ ჰიდრატირებული იონები. კრისტალური სტრუქტურის რღვევას იწვევს ჰიდრატაციის პროცესში გამოყოფილი ენერგია. ჰიდრატაციის პროცესი ეგზოთერმულია, ყოველთვის ამ დროს ენერგია გამოიყოფა, გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე კრისტალური სტრუქტურა ირღვევა და ხდება სუფრის მარილის გახსნა წყალში. ნებისმიერი სხვა იონური ნაერთის დისოციაციაც წარიმართება მსგავსი მექანიზმით. თუ კრისტალში არსებული ყველა იონის ჰიდრატაციის ენერგია მეტია, ვიდრე კრისტალში არსებული იონების ბმის ენერგია, მაშინ გახსნის პროცესს ახლავს სითბოს გამოყოფა. ხოლო თუ ჰიდრატაციის ენერგია
ნაკლებია, მაშინ გახსნის პროცესს ახლავს სითბოს თანთქმა. იონსა და წყლის დიპოლებს შორის იმდენად მტკიცე კავშირი მყარდება, რომ ზოგჯერ როდესაც კრისტალი გამოიყოფა წყლიდან, კრისტალში შენარჩუნებულია წყლის მოლეკულები. ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია ცდით. სპილენძის სულფატი, როგორც ხედავთ, თეთრი ფერის ნივთიერებაა. იმიტომ რომ უფეროა სპილენძის იონები და SO4 იონები. სპილენძის სულფატი გავხსნათ წყალში, გადავიტანოთ მცირე რაოდენობით ჭიქაში და დავასხათ წყალი. როგორც ხედავთ, თეთრი ფერის ნივთიერების გახსნით ჩვენ მივიღეთ ცისფერი ხსნარი, რაც დამადასტურებელია სპილენძის ჰიდრატირებული იონების არსებობისა. სპილენძის ჰიდრატირებული იონები ცისფერია. თუ ჩვენ სპილენძის სულფატის ამ ცისფერ ხსნარს ამოვაშრობთ, მივიღებთ ცისფერ კრისტალებს, სადაც კრისტალში შენარჩუნებულია წყლის მოლეკულები. ასეთ კრისტალებს ეწოდებათ კრისტალ-ჰიდრატები. სპილენძის სულფატის კრისტალ-ჰიდრატი არის შაბი ამანი, კუპრუმ SO4, 5H2O. მას კრისტალებს, რომელშიც შენარჩუნებულია წყლის მოლეკულები, კრისტალ-ჰიდრატები ეწოდებათ, ხოლო წყალს, რომელსაც შეიცავს კრისტალი, კრისტალიზაციური წყალი ეწოდება. კრისტალ-ჰიდრატებს წარმოქმნის სხვა ნივთიერებებიც, მაგალითად ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმ 2SO4, 10H2O, გლაუბერის მარილი, სოდა, კრისტალური სოდა, რომლის ფორმულაა ნატრიუმ 2CO3, 10H2O. ინგლისური მარილი, მაგნიუმის სულფატი, მაგნიუმ SO4, დაკრისტალებული 7 მოლეკულა წყალთან. როგორც აღვნიშნეთ, დისოციაცია ხდება არა მარტო წყალხსნარში, არამედ ნალღობშიც. შევადაროთ დისოციაციის მექანიზმი წყალხსნარში და ნალღობში. როგორც ვნახეთ, წყალხსნარში დისოციაცია ხდება ჰიდრატაციის ენერგიის ხარჯზე, ხოლო გალღობისას ნივთიერებას თუ გავახურებთ, ტემპერატურის მომატებისას სუსტდება ბმები იონებს შორის და როდესაც მიწოდებული ენერგია გადააჭარბებს კრისტალში არსებული ბმების ენერგიას, იონები იძენენ თავისუფლად გადაადგილების უნარს, კრისტალური სტრუქტურა იშლება და კრისტალური ნივთიერება გალღვება. მას გალღობის შედეგად წარმოიქმნება თავისუფლად მოძრავი იონები. რაც შეეხება გალღობილ მჟავებს ან გათხევადებულ მჟავებს, აქ იონებად დაშლა არ ხდება, კრისტალური სტრუქტურა მოლეკულებად იშლება. მაგრამ თუ მჟავას გავხსნით წყალში, ხდება მჟავას ელექტროლიტური დისოციაცია. განვიხილოთ დისოციაციის პროცესის მექანიზმი ქლორწყალბადის მაგალითზე. ქლორწყალბადი H-ქლორ ქლორწყალბადის მოლეკულაში წყალბადსა და ქლორს შორის ბმა პოლარულია, ღრუბლის სიმკვრივე გადახრილია ქლორისაკენ, წყალბადს აქვს ამიტომ ნაწილობრივ დადებითი მუხტი, ქლორს აქვს ნაწილობრივ უარყოფითი მუხტი. ქლორწყალბადის მოლეკულა თვითონ დიპოლს წარმოადგენს. ქლორწყალბადის წყალში გახსნისას ხდება დიპოლების ურთიერთქმედება, დიპოლ-დიპოლური ურთიერთქმედება და წყლის დიპოლების გავლენით ქლორწყალბადის მოლეკულაში პოლარული ბმა ხდება იონური და შემდეგ ხდება იონებად დისოციაცია. ხსნარში გადადის ჰიდრატირებული იონები, წყალბადისა და ქლორის ჰიდრატირებული იონები. განვიხილოთ პროცესი უფრო დეტალურად. გამოვსახოთ წყლის ელექტრონული ფორმულა. ჟანგბადს, როგორც ვიცით, აქვს 6 სავალენტო ელექტრონი. აქედან 4 გაწყვილებული და 2 გაუწყვილებელი ელექტრონი, რომელსაც უწყვილებს 2 წყალბადს.
ქლორწყალბადის მოლეკულის ელექტრონული ფორმულა გამოვსახოთ. ქლორწყალბადში ქლორს როგორც ვიცით აქვს 7 სავალენტო ელექტრონი, 6 გაწყვილებული და 1 გაუწყვილებელი, რომელსაც უწყვილებს ერთ წყალბადს. ქლორწყალბადის წყალში გახსნისას წყლის დიპოლები მიზიდავს ქლორწყალბადის პროტონს, მოხლეჭს და მიერთებს თავისივე ელექტრონების ხარჯზე. დავწეროთ რა წარმოიქმნება. ჟანგბადს მიუერთდება მესამე წყალბადი უკვე თავისივე ელექტრონების ხარჯზე, პროტონის სახით, ამიტომ დაიმუხტება მოლეკულა დადებითად, წარმოიქმნება ჰიდროქსონიუმის იონი. წყალბადის ერთი ელექტრონი რჩება ქლორთან, ამიტომ ქლორი დაიმუხტება უარყოფითად. მის გარშემო 8 ელექტრონია და წარმოიქმნა ქლორის იონი უარყოფითი მუხტით. წყალში ჟანგბადის ჟანგვის რიცხვი -2-ია, რადგანაც ჟანგბადთან დაკავშირებულია 2 წყალბადი და ჟანგბადისკენ გადახრილია წყალბადის 2 ელექტრონი. ჰიდროქსონიუმის იონშიც ჟანგბადისკენ გადახრილია წყალბადის 2 ელექტრონი. მესამე წყალბადი, პროტონი, მას უკავშირდება თავისივე ელექტრონული წყვილით. ჟანგბადის ვალენტობა ჰიდროქსონიუმის იონში უდრის 3-ს, ვინაიდან ჟანგბადი ამყარებს 3+3 წყალბადთან. საინტერესოა, ჟანგბადს შეუძლია თუ არა ჰიდროქსონიუმის იონში კიდევ ერთი პროტონის მიერთება, რადგანაც მას აქვს კიდევ ერთი თავისუფალი ელექტრონული წყვილი და წარმოქმნას ასეთი H4O, 2 დადებითი, ვინაიდან ჰიდროქსონიუმის იონს აქვს დადებითი მუხტი, იგი ძლიერად განიზიდავს პროტონს და კიდევ ერთი პროტონი წყლის მოლეკულას არ მიუერთდება და ასეთი იონი H4O, 2 დადებითი მუხტით წყალხსნარებში არ წარმოიქმნება. ამრიგად, ჩვენ გავეცანით ელექტროლიტური დისოციაციის თეორიას. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად, ელექტროლიტები წყალში გახსნისას და გალღობისას იშლებიან იონებად, წარმოქმნიან დადებითად და უარყოფითად დამუხტულ იონებს. ანუ წყალხსნარში და ნალღობში ელექტროლიტები არის იონების სახით. ამით ჩვენი გაკვეთილი დამთავრებულია. გმადლობთ ყურადღებისათვის.